დღეიდან ბათუმი მეცხრე კინოქალაქის სტატუსი ბრუნებს. კარგი კინო ბათუმში კინოთეატრ აპოლოში, სასტუმრო დივანის საკონფერენციო დარბაზსა და ღია ცის ქვეშ ევროპის მოედანზე მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება. უკვე ბათუმში არიან სტუმრები, რეჟისორები, რომლებიც BAFF-ის ჟიურში მუშაობენ და საკონკურსო ფილმების სერიიდან საუკეთესო დოკუმენტურ მოკლე და სრულმეტრაჟიან ფილმებში არჩევენ. ფესტივალის ოფიციალური გახსნა დღეს საღამოს 8 ნახევარზეა ჩანიშნული. საზეიმო ცერემონიის შემდგომ სერგე ფარაჯანოვის ფილმს უჩვენებენ, რომლის შემოქმედებასაც რიგით მეცხრე BAFF-ის რამდენიმე დღე მიეძღვნება. წლევანდელი BAFF-ის მაყურებელი უნებლიეთ საქველმოქმედო აქციის მონაწილეც გახდება. ფესტივალის ორგანიზატორების გადაწყვეტილებით კინოჩვენებები საღამოს 2 სეანსი ფასიანი იქნება და თითოეულ ბილეთში სიმბოლურად გადახდილი 5 ლარი დიმიტრი ცინცაძის ფონდში ლეიკემიით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად გადაირიცხება. დასწრება ღია ჩვენებებზე, რაც მომდევნო გასაგებია, რომ რა თქმა უნდა თავისუფალია, ასევე კონფერენციის დარბაზშიც თავისუფალია დასწრება, რაც შეეხება კინოთეატრ აპოლოში, ძალიან ბევრი მსურველია და არ არის ადგილი და ყველა ჩიოდა რომ ჯობს იყოს და რაღაცნაირად შევძლოთ გარანტირებული ადგილის აღება. ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ რაღაცნაირად ეს პრობლემაც რომ მოგვარებულიყო. ანუ ამისთვისაც გავაკეთეთ ეს და თან პლუს ამას ვიფიქრეთ, რომ ეს შესაძლებლობა გამოგვეყენებინა და გაგვეკეთებინა რაღაც კარგი საქმე. ამიტომ შემოსულია რამდენიმე სტუმარი, მათ შორის რუსტამ იბრაგიმბეკოვი, ერევანის ფესტივალის პროგრამის დირექტორი, ჟიურის წევრი ავსტრალიიდან, ასევე ჟიურის წევრი ბელორუსიიდან და დღეს რამდენიმე ფრენაა კიდევ და ძალიან დიდი რაოდენობა სტუმრებისა დაემატება ქართველების და უცხოელების. შეეხება უშუალოდ ფესტივალს, როგორც ყველა ფესტივალი, გახსნის ცერემონიები, შემდეგ ფილმის ჩვენება, რა თქმა უნდა ეს რეტროსპექტიული ფილმია. ეს ფარაჯანოვის 90 წლის თავისადმი მიძღვნილი რეტროსპექტივის ერთ-ერთი ნაწილი, ამბავი სურამის ციხისა.